მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი და დღეს გთავაზობთ 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპს ქალწულებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია და გაშლის ბოლოს ვნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნველოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ვნახოთ თვის ფონური ენერგია. მე-19 მაღალი არკანი მზე, თებერვალი თქვენთვის ძალიან პოზიტიურად გამოიყურება. ამ პერიოდში უფრო ხშირად აღმოჩნდებით ყურადღების ცენტრში, მოგიწევთ მეტი კომუნიკაცია და აქტიურობა სოციუმში. იგრძნობთ ენერგიის მატებას და მეტ ოპტიმიზმს, რაც დაგეხმარებათ უფრო თავდაჯერებულად გადადგათ ნაბიჯები დასახული მიზნებისკენ. ამ პერიოდში შესაძლებელია ბევრი იღბლიანი ეპიზოდი გათამაშდეს თქვენს ცხოვრებაში და ბევრ რამეში გაგიმართლოთ. მოგინდებათ თქვენი პოზიტიური ენერგია გაუზიაროთ გარშემო მყოფებს და გექნებათ სურვილი იზრუნოთ სხვებზე. ამ პერიოდში თქვენთვის ასევე აქტუალური იქნება ბავშვების თემა. ზოგიერთი თქვენგანი შესაძლებელია ელოდებით კიდეც ამ პერიოდში შვილის დაბადებას, ან დაიწყოთ დაგეგმვა და ზრუნვა ბავშვის გაჩენისთვის. შესაძლებელია მეტი ყურადღება დაუთმოთ შვილებს და მათთან ერთად გაატაროთ დიდი დრო. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არკანი გამოჯამრთელებაზეც მიუთითებს, როგორც ფიზიკურ, ისევე ემოციურ დონეზე. საქმიან სფეროშიც თებერვლის განმავლობაში შესაძლებელია მოიპოვოთ წარმატება, აღიარება, გარკვეული ჯილდოები ან პრემიები. გექნებათ განცდა, რომ პროცესები თქვენს სასარგებლოდ ლაგდება და თქვენს გარშემო ყველაფერი დადებითად იცვლება. თუმცა ეს არკანი ასევე გულისხმობს გარკვეულ ეგოიზმს, საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებზე გადაჭარბებულ კონცენტრირებას და გირჩევთ ამ პერიოდში აკონტროლოთ ეს ასპექტები. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. თასების პაჟი. ამ პერიოდში იქნებით უფრო მგრძნობიარეები და ემოციურად ღია. მოიმატებს თქვენი რომანტიკული განწყობები, სურვილი რომ გამოხატოთ გრძნობები, მოაწყოთ კრეატიული სიურპრიზები და მეტი სითბო და სინაზე შეიტანოთ თქვენს პირად ცხოვრებაში. ამასთანავე შესაძლებელია საკუთარ თავს შენიშნოთ გადაჭარბებული სენტიმენტალურობა და გულჩვილობაც კი. ასევე შესაძლებელია აყვეთ ემოციებს, მოწყდეთ რეალობას და მოვლენებს უფრო იდეალიზებული თვალით შეხედოთ. ეს თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ამავდროულად ჩნდება რისკი, რომ ემოციებმა ილუზიებისკენ წაგიყვანოთ და ნეგატიურ ასპექტში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ეჭვიანობის ეპიზოდებს ან კონფლიქტურ სიტუაციებს. განსაკუთრებით მაშინ თუ ურთიერთობაში ხართ და უკვე არსებობს გარკვეული ეჭვები, შიშები ან შინაგანი არასტაბილურობის და დაუცველობის განცდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ნაკლებად აყვეთ პირველ ემოციას და იმოქმედოთ მეტად დაფიქრებულად. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. კვერთხების 7-იანი. ამ პერიოდში პარტნიორთან ურთიერთობაში შესაძლებელია მოგიწიოთ საკუთარი შეხედულებების, სურვილების და პოზიციის დაცვა, ან პირიქით იგრძნოთ, რომ პარტნიორი თავისი მოთხოვნებით და მოლოდინებით გარკვეულ ზეწოლას ახდენს თქვენზე და მოგიწიოთ მათი მოგერიება. ამის გამო გამორიცხული არ არის შეგექმნათ დაძაბული და შესაძლებელია კონფლიქტური სიტუაციებიც, განსაკუთრებით მაშინ თუ ორივე მხარე ჯიუტად არ დათმობთ საკუთარ სიმართლეს. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი წარმავალია და ამგვარი სირთულეებიც გაივლის და ნუ იმოქმედებთ ისე, რომ როდესაც ცეცხლის ასეთი ძლიერი ენერგია განელდება და გაივლის თქვენ შორის, აღმოაჩინოთ, რომ ფაქტობრივად უმიზეზო დაწყენინეთ ერთმანეთს. ამ ბარათის ენერგია მოგიწოდებთ, რომ დაიცვათ საკუთარი საზღვრები, მაგრამ შვიდად, ღირსეულად და ურთიერთობის დაზიანების გარეშე.
რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, კვერთხების ცხრიანი, როგორც ჩანს წარსული ნეგატიური გამოცდილებების გამო ხანგრძლივი დროის განმავლობაში პასიურობდით პირად ურთიერთობებში, საერთოდ არ ფიქრობდით მათზე, ან ფიქრობდით, მაგრამ მიღებული ტრავმების გამო ვერ ახერხებდით აქტიური ნაბიჯების გადადგმას და ახალი პასუხისმგებლობის აღებას. ამ პერიოდში ერთი მხრივ მოგინდებათ ურთიერთობა, სიახლოვე, ემოციური კავშირი, მაგრამ მეორე მხრივ კვლავ იგრძნობთ შიშს, გაუბედაობას ან უმოქმედობის სურვილს. ეს ბარათი გეუბნებათ, რომ ასეთი მდგომარეობა ნელ-ნელა შეიცვლება, ისევ გაგიჩნდებათ გააქტიურების სურვილი და შინაგანი მზაობა, რომ კიდევ ერთხელ მოსინჯოთ ურთიერთობაში შესვლა, მაგრამ არა ისე, როგორც ადრე, არამედ უფრო ფრთხილად და გაცნობიერებულად. ბუნებრივია, ეს არ იქნება მარტივი პროცესი და არც სწრაფი, მაგრამ შესაბამისი ძალისხმევის შედეგად თქვენ აუცილებლად მიაღწევთ საწადელს. წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ თებერვალში საქმიანი სფერო. მეათე მაღალი არკანი ბედის ბორბალი. ეს ბარათი ამ პოზიციაზე ბევრ რამე შეიძლება გულისხმობდეს, მათ შორის გამართლებასაც, მაგალითად მოულოდნელ წინადადებებს, დამსახურებულ წარმატებას, დაწინაურებას, ახალი სამსახურის დაწყებას, სამსახურის დაკარგვასაც. ეს ბარათი მიანიშნებს, რომ პროცესები აქტიურდება ისე, რომ სრულ კონტროლს ვეღარ შეინარჩუნებთ. მოვლენები თითქოს თავისით განვითარდება და ხშირ შემთხვევაში არა იმ სცენარით, როგორცაც წინასწარ გეგმავდით. აქ ძლიერია აზარტის ენერგიაც, გარკვეულ თამაშში შესვლის სურვილი და თამაში, როგორც ამბობენ, მოგება და წაგება ძმები არიან, ამიტომ თებერვალში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კარგად გათვალოთ ყველანაირი რისკი, იყოთ მეტად რაციონალურები და ნაკლებად აყვეთ ემოციებს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია თქვენი დაკვირვებულობა, მოქნილობა და მზადყოფნა სიახლეებისთვის. მოდი ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ბარათი დასაქმებული პირებისთვის. ხმლების ექვსიანი. ეს ბარათი თქვენს ახალ შესაძლებლობებზე მიუთითებს ამ პერიოდში. შესაძლებელია ბევრი თქვენგანისთვის რთული სამუშაო პირობებიდან ან გრაფიკიდან გამოსვლასაც გულისხმობდეს, ასევე შესაძლებელია საუბარი იყოს თქვენს დაწინაურებაზე ან სამსახურის შეცვლაზე. თებერვლის განმავლობაში გამორიცხული არ არის მიიღოთ ახალი წინადადებები, ახალი შემოთავაზებები, რაც ახალ შანსებს და ახალ შესაძლებლობებს გააჩენს თქვენი პროფესიული განვითარებისთვის. მთავარია იყოთ მობილიზებულები და მზად ამ სიახლეებისთვის, ახალი პასუხისმგებლობებისთვის და რაც მთავარია ორიენტირდით კარიერულ ზრდაზე და სამომავლო წარმატებებზე. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, მეოცე მაღალი არკანი სამსჯავრო. თქვენ გაქვთ შანსი ამ პერიოდში რადიკალურად შეცვალოთ თქვენი მდგომარეობა, არა უბრალოდ ნახოთ სამსახური და დასაქმდეთ, არამედ მოგეცემათ შანსი საუკეთესოდ მოახერხოთ საკუთარი შესაძლებლობების თვითრეალიზება. მთავარია იაქტიუროთ და თუ ინტენსიურად შეეცდებით მოიძიოთ ვაკანსიები, გააგზავნოთ თქვენი რეზიუმეები, გაიაროთ გასაუბრებები, მაშინ თქვენ რადიკალურად შეიძლება ითქვას, რომ კარმულადაც კი შეცვლით თქვენ სამომავლო საქმიან ცხოვრებას. წარმატებებს გისურვებთ და ნახოთ, როგორი იქნება თვით დასაქმებულებისთვის ან მათთვის, ვინც საკუთარ ბიზნესს მართავთ. კვერთხების ხუთიანი. თებერვალში კონკურენტულ გარემოში მოგიწევთ საქმიანობა. შესაძლებელია კონკურენტები ამ პერიოდში გამოჩნდნენ და დაარღვიონ თქვენი სიმშვიდე. შესაძლებელია მოგიწიოთ თქვენი პროდუქტის ან სერვისის უპირატესობების მტკიცებაც, თუმცა ასევე შესაძლებელია თქვენ მოინდომოთ ბიზნესის გაფართოება, ახალი მიმართულებების დამატება და მომხმარებელთა დაფარვის ზონის გაზრდა. და ამ მხრივ მოგიწიოთ გარკვეული ძალისხმევა მიმართოთ, რათა დაამტკიცოთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ.
გირჩევთ გამოიჩინოთ სითამამე, გონიერება, იმოქმედეთ წინასწარ კარგად გააზრებული სტრატეგიით, თქვენ ამ პერიოდში გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს თებერვალში, ხმლების ხუთიანი, ამ პერიოდში შესაძლებელია დიდი ძალისხმევა დაგჭირდეთ იმისთვის, რომ მოიპოვოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობის შემოსავალი. ან პირდაპირ გაგებით ბრძოლა მოგიწიოთ, რომ მიიღოთ კუთვნილი ანაზღაურება. ეს ბარათი ხშირად მიუთითებს ისეთ გარემოებაზეც, სადაც კონკურენცია გამძაფრებულია და ყველა არ მოქმედებს კეთილსინდისიერად. ამიტომ მნიშვნელოვანია სიფრთხილე კოლეგებთან, თანამშრომლებთან და ზოგადად იმ ადამიანებთან, ვისთანაც ფინანსური საკითხები გაკავშირებთ. არ არის გამორიცხული ადგილი კონდეს ფარულ მოქმედებებს, ზურგს უკან თამაშს, ან ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც პირდაპირ არ გამოჩნდება, მაგრამ გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე. ამავდროულად მნიშვნელოვანია საკუთარ ქმედებებსაც დააკვირდეთ, სად გადიხართ ზღვარზე, რამდენად სამართლიანად იქცევით ფინანსურ საკითხებში. ეს არის პერიოდი, როცა ნებისმიერ ფასად მოგება არ არის გამართლებული, შესაძლოა რაღაც მოიგოთ, მაგრამ შინაგანად დაკარგოთ სიმშვიდე. ამიტომ ფინანსურ ბრძოლებში ეცადეთ იმოქმედოთ გონივრულად, ფხიზლად და ეთიკურ ჩარჩოებში. სწორედ ეს დაგიცავთ უფრო მძიმე შედეგებისგან და დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ის, რაც რეალურად თქვენია. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. თასების მეფე, მართეთ საკუთარი ემოციები, მიიღეთ და გამოავლინეთ თანაგრძნობა გარშემომყოფების მიმართ, შეეცადეთ მეტი იფიქროთ სიყვარულის ენერგიაზე, პოზიტივზე, იყოთ უფრო შემოქმედებითი საკუთარ ცხოვრებასთან მიმართებაში. სამყარო ამ პერიოდში საკმაოდ კეთილგანწყობილია თქვენს მიმართ, აგავსებთ დადებითი, სასიცოცხლო ენერგიით და თქვენ შეეცადეთ აივსოთ ამ ენერგიით. ეს კიდევ უფრო გაზრდის თქვენი პოზიტიური განწყობილების და ბედნიერების ხარისხს, მოგანიჭებთ სულიერ სიმშვიდეს და იქნებით ჰარმონიულები საკუთარ თავთან და სამყაროსთან მიმართებაში. ასეთი იყო 2026 წლის თებერვლის ტაროსკოპი ქალწულებისთვის. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, დააფიქსირეთ მოწონებით, რომ ეს ინფორმაცია მეტ ადამიანამდე მივიდეს, ხოლო თუ გსურთ, რომ ყოველთვე პირველებმა მიიღოთ მსგავსი პროგნოზები თქვენი ნიშნისთვის, გამოიწერეთ არხი, რადგან აქ რეგულარულად საუბრობ იმ პროცესებზე, რაც წინ გელოდებათ. კომენტარებში დაწერეთ, რომელი თემა აღმოჩნდა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს მაძლევს საშუალებას შემდეგ ვიდეოებში კიდევ უფრო ზუსტად გავითვალისწინოთ თქვენი ინტერესები და თუ კითხვით, რომ გჭირდებათ უფრო ინდივიდუალური ხედვა და კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხები, გელით პირად კონსულტაციაზე, ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ ვიდეოს აღწერაში. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.